ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ კონგრესმენმა ჯო ულსონმა ჰადსონის ინსტიტუტის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის მარიონეტია. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის. ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვისა და მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებისთვის. ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მზადებაში მყოფი დიქტატორია. ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის მარიონეტია. ის იმისთვის იბრძვის, რათა საქართველო დამპყრობლების ღერძის გავლენაში მოაქციოს. მარიონეტი პრემიერ-მინისტრი თეირანში მკვლელ რეჟიმთან შესახვედრად იყო ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს რეჟიმი გეგმავდა დონალდ ტრამპის მკვლელობას, ისევე როგორც ელჩი ნიკი ჰეილის მკვლელობას, რომელიც ასევე იყო მსხვერპლთა სიაში. ვიცი, რომ ამ რეჟიმმა დიდი ღრმაწლოვანი პორტის გეგმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მისცა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეთავაზების წინააღმდეგ. ივანიშვილი ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ, რომელიც იარაღის უზენაესობით ნარჩუნდება, ნაცვლად დემოკრატისა და კანონის უზენაესობით. რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის თქმით, არჩევნების ყველა ლეგიტიმური დამკვირვებელი ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. როგორც უილსონმა თქვა, დიასპორას ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა, რაც არჩევნების გაყალბების ძალიან ნათელი მაჩვენებელია. მაშინ, როდესაც ომის დამნაშავე პუტინი აგრძელებს თავის ძალისხმევას აღადგინოს წარუმატებელი საბჭოთა კავშირი, ქართველ ხალხს თავისუფლებას სურს, ისინი ამას კვლავ და კვლავ აჩვენებენ. ისინი ახლა პროტესტის 40-ზე მეტ დღეში არიან მარტივი მოთხოვნით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კვლავ მადლობელი ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის, რომელიც გულმოდგინე დარჩა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის თავის მოწოდებაში. ამ კრიტიკულ მომენტში ის ერთადერთ ლიდერად დარჩა. სწორედ ამიტომ ლეგიტიმური პრეზიდენტი ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დაუპატიჟე, რომელიც 10 დღეში ჩატარდება. ძალიან ვლელი მის ჩამოსვლას ვაშინგტონში. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების ყველა ლეგიტიმური დამკვირვებელი ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს მოიცავს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს, ეუთოს და მიუკერძოებელ ორგანიზაციებს თავად საქართველოში. ყველა მივიდა დასკვნამდე, რომ არჩევნები გაყალბდა და როგორც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა ახლა აღნიშნა, დიასპორას ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა, რაც კიდევ ერთხელ არჩევნების გაყალბების ძალიან ნათელი მაჩვენებელია. ჯო ულსონმა ასევე თქვა, რომ ქართული ოცნება ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მათ პრობლემებს არ შეუქმნიდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის. მისივე თქმით, ამერიკის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა. შესაბამისად, ამერიკამ არ უნდა დაუშვას მისი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში მოხვედრა. დონალდ ტრამპის პოლიტიკა ძალიან ცხადია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის, მაგრამ ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ტრამპს მაქსიმალური ზეწოლის სჯერა და განსაკუთრებით ირანულ რეჟიმთან მიმართებაში მას არ დაავიწყდება ის გეგმები, რომლებიც მის მოკვლაზე ჰქონდათ. იქნება მაქსიმალური ზეწოლა ირანულ რეჟიმზე, დამატებით საბოლოო ჯამში მათ მოკავშირეებზე, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმი. ძალიან მიხარია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც გასულ კვირას გამოცხადდა. ის ორპარტიულია, ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობენ. დისკუსიაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან ჯო ულსონთან ერთად მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა. ზურაბიშვილმა პანელურ დისკუსიაზე ჩართვისას ამერიკელ პარტნიორებს მოუწოდა დაეხმარონ საქართველოს ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევაში. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, არჩევნების ორგანიზებული მოპარვა რუსეთის წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია იყო. მისი თქმით, ეს იყო ძალიან დახვეწილი მეთოდი, რომელიც არ შეიძლება იყოს უბრალოდ იმპროვიზირებული.